ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით საუკეთესო განწყობით. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად, რომელშიც თქვენ გელით დღეს მომხდარი ყველა საინტერესო შოუ-ბიზნესური სიახლე. ვნახოთ რითი იყო საინტერესო 9 ოქტომბერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. ჩვენს პროგრამაში იხილავთ. წლის საუკეთესო პროდიუსერად აღიარებული ნატო დუმბაძე შოუ-ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. რადიო ფორტუნაში ეკა კახიანის სიმღერის პრემიერა შედგა. ოთარ ტატიშვილი ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. თავდაპირველად ქართულ სიახლეებს გავეცდოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. როგორც იცით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ახალი შოუ-ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი გაიხსნა, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ოქიტაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. პირველი სტუმარი ჯგუფი ფორტე იყო. ახლა კი სტუდენტებს წლის საუკეთესო პროდიუსერად აღიარებული ნატო დუმბაძე ეწვია. მე მხატვარი იცით რა მხატვარი მოვა და გიხატავს და როდესაც ეს ხშირ შემთხვევაში უცებ ხდება ამის დაკვეთა და როდესაც მე ვიცი მომღერლის რეპერტუარი თავიდან ბოლომდე მე ვიცი რა მჭირდება. მე გძახდი ვინ არის ეს დათო ოქიტაშვილი და ეს ჩვენი შეხვედრა. საკმაოდ წარმატებული ბევრი კონცერტი მქონდა, მაგრამ მე რომ მივხვდი რომ ხალხი დაიღალა რუსებისგან და უკვე კონცერტებზე ნაკლებობა იყო მსმენელის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია რომ დათო ოქიტაშვილმა ესეთი ფაკულტეტი ჩამოაყალიბა და ძალიან მიხარია ამათთან შეხვედრა. მოვდიოდი აი მთელი გულით და სულით რომ აი პროფესიონალებთან მომავალში ექნებათ საქმე უკვე ჩვენ მომავალ მომღერლებს. ეხლა ამაზე უკეთეს მენეჯერს აქვს თუ პროდიუსერს ვერ შეხვდებით, კაი ხარ, ამიტომ გამოწურეთ. ერთხელ მივაკითხე და მიმაქ დიდი პარკი, ეს შეტრული რეზინები დივანუშკებზე. ხო და ნატო იყურება ბალკონიდან და მეუბნება ავშენდითო და ყველაზე მთავარი თემა დღეს ის იყო რომ გავარკვიოთ ვინ არის პროდიუსერი, იმიტომ რომ მომავალში მათ ეყოლებათ მომღერლები, რომლებიც შემდეგ ალბათ დაუძახებენ რომ ის იყო ჩემი პროდიუსერი და ან იყო მენეჯერი, აი ეს სხვაობა მე მათ აუხსენი თუ რა სხვაობა ამათ შორის და მომავალში რო ეყოლებათ უკვე ალბათ უკმაყოფილი მომღერალი სახელს მაინც დაარქმევს და ისე წავამადგა. გაოცებული ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ ბავშვმა იმდენი რამე იციან და იმდენად ღრმად არიან ჩახედული აი ამ შოუ ბიზნესში, რაც ხდება საქართველოში, რომ მათ ნამდვილად თქვენ უყურებთ ახლა, აკვირდებით რომ ნატოს ისეთ საინტერესო შეკითხვებს უსმევ და ესეთ კითხვებს უსმევენ, რომ ეს უცბად საიდანღაც არ მოდიოდა, იმიტომ რომ მომზადებულები და ნამდვილად სიამოვნებთ იმ სპეციალობაზე სწავლა, რა სპეციალობებს ისინი სწავლობენ და დღეს მოხდა მართლა ნათლობა, მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ნატოს, იმიტომ რომ ნატო ხვდება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 4 წლის შემდეგ შეიძლება ასეთივე წარმატებული პროდიუსერები გახდნენ, მენეჯერები გახდნენ და მე ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ამ ბავშვებს უფრო ძალიან ბევრ საინტერესოს ასწავლის, ვიდრე თქვათ მე დავდგე და ხამათ ლექციები უკითხო. ბევრი ისეთი რამე გვითხრა და ისეთი რამე გვასწავლა, ასე ვთქვათ, რომ გამოგვადგება შემდეგში. და კიდე შეგვიკვირდა, რომ ყოველ კვირას ჩაგვიტარებს ლექციებს და ძალიან ყვაყოფილები ვართ. აქვე მინდა კიდე ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ, რომ ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ ფილარმონიის დარბაზი, მე მინდა ბავშვებს ავუღოთ და მივცეთ ყველაფერი, თქვა დაუქირავო აპარატურა, გაუკეთო დეკორაცია და მე მინდა რომ თვითონ გააკეთონ კონცერტი. აი როგორ შეძლებენ ამას? არა მხოლოდ კონცერტი უნდა გააკეთონ, ჩემი აზრით, მათ უნდა მოიძიონ მომღერალი, რომლებსაც გაუწევენ პროდიუსერობას და შემდეგ უკვე დამთავრდება ეს კონცერტით. იმიტომ რომ კონცერტის ორგანიზატორობა და პროდიუსერობა სხვადასხვა რამე. აქედან გამომდინარე, მე როგორც ვიცი, მათ ყავთ უკვე ერთი მომღერალი და იმ მომღერალზე უნდა იფიქრონ თავიდან ბოლომდე და ეს უკვე დამთავრდება შემდეგ ფინალური იქნება მისი კონცერტი. ესე ვთქვათ, ეს იქნება მათი პრეზენტაცია ჯგუფის.
ანსამბლი ვერიას ცნობილი მიუზიკლი ჩხიკვთა ქორწილი 1980 წელს დაიდგა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ქართველ და უცხოელ მაყურებლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ჩხიკვთა ქორწილი შეიძლება ითქვას ისევ გაცოცხლდა. მხოლოდ ამჯერად ეს ბედნიერება რუს მაყურებელს ხვდა წილად. 23 წლის შემდეგ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას და ევგენი გინზბურგის ორიგინალური იდეა ცირკის არენაზე გაეცოცხლებინათ მიუზიკლი 25 სექტემბერს მოსკოვის სახელმწიფო ცირკში წარმატებით განხორციელდა. სწორედ ჩხიკვთა ქორწილით გაიხსნა მოსკოვის სახელმწიფო ცირკის სეზონი. ჩვენ არც ესეთი ცუდები ვართ. არ შეიძლება რომ ჩვენ ეს ჩაკეტილი ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი გვყავს და ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ არა ვართ ქართველები ესეთი ხელწამოსაკრავი ხალხი, რომ ჩვენს ხელოვნებას არ ქონდეს დიდი რეზონანსი. მოსკოვში მეორე უდიდეს საკონცერტო დარბაზი რუსიაში, მეორე კი არა პირველში. მე ხეთულობაში ვიყო ისიც დიდი დარბაზია ცირკისა და ესეც დიდი ასაკუნო. როდესაც რუსიაში პიროსმანი იდგმება 20-21 იანვარს და იმავე დროს იდგმება ვერტაცის ცირკში ჩხიკვთა ქორწილი. ქართველი მსახიობები ღირსეულად შეცვალა რუსულმა დასმა. მიუზიკლში 107 მსახიობი მონაწილეობს და წარმოდგენა სრული ანშლაგით მიმდინარეობს. მოსკოველ მაყურებელს 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება ის სიამოვნოს ჩხიკვთა ქორწილით. ამასთან დაკავშირებით ინფორმატორი პრესკონფერენციას დაესწრო. გაუმარჯოს ჩვენს ნიჭიერ შემოქმედებს, რომელიც ყოველთვის ხუხდა და იკუხებს არაბულად სოფლიო მასშტაბით. მე ამაში დარწმუნებულობ. მერტმა გიშოლოთ. ალბათ მათ დაინახეს ის პოტენციალი და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ პრემიერის შემდეგ კიდევ უფრო დაინახეს. რაც იდო ამ ჩხიკვთა ქორწილში და ყველას და საბედნიეროდ მაყურებელი აღტაცებულია შაბათ-კვირას ორ-ორი სპექტაკლი იმართება 3500 კაციან დარბაზში წარმოიდგინეთ თქვენ ყოველდღე სპექტაკლებია შაბათ-კვირას ორ-ორია და ეს ყველაფერი ქართული მიუზიკლის ბაზაზე კეთდება. მე ვფიქრობ ამაზე დიდი გამარჯვება კარგახანი არ აქვს ქართულ ესტრადას. ძალიან კარგი მოვლენაა ჩემის აზრით ის რომ ჩვენი ესეთი ზღაპარი ვაჟობშაველასი დადგეს რუსეთში და ჩვენი ლიბრეტოს ავტორი ბატონი ჯემალ ბაღაშვილი და მუსიკის ავტორი ბატონი ალექსანდრე ბასილაიას მონაწილეობით ეს არის თავისთავად კარგი ფაქტი ის რომ რამდენი მილიონი კაცი ნახავს ამას არ ვიცი მაგრამ კიდევ ერთხელ არის ალბათ ჩემის აზრით იმის ნიშანი ექნება ჩვენს მოძმე რუსეთს რომ საქართველოში ცხოვრობს ნიჭიერი ხალხი. კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი გიგა კუხიანიძის სტუდიაში ახალ სიმღერებზე მუშაობს. როგორც ჩვენთვის გახლავთ ცნობილი, ბატონი ოთარი ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება და ეს სიმღერებიც სწორედ ამისათვის იწერება. ახლა იწერება ერთი ჩემი ძველი სიმღერი საკმაოდ კაი მე თვითონ ვასრულებდი მას როდესღაც აქტიურად მუშაობ იგივე ოთარ ყიფუნიასთან გია მაჭარაშვილთან ჩემი მეგობრები არიან მაგრამ იცით რა რაღაცა არ მინდა დავიშტამპო ხოლმე ხა ახალი მაინც ახალგაზრდებიდან მოდის იცით ახლა რაღაცა სხვა იმპულსი სხვა ხედვა და მე ამას არ გავუბრალ პირიქით იცით რაღაცას ისინი ჩემგან სწავლობენ და მეც მათგან ვსწავლობ ჩანაფიქრი მაქვს ორი პროექტის ერთ-ერთი მინდა ამას პირველად ვაკეთებ გამოვიდეს ალბომი საავტორო შესრულებით ანუ მე შევასრულო ყველა ჩემი სიმღერა ყველა არა ნუ გარკვეული რაოდენობა სიმღერებისა რომელსაც მე თვითონ ვასრულებდი ან დაასრულებდა სხვა შემსრულებელი და ახლა ავტორისეულ ვერსიას შევთავაზებ მსმენელს ინფორმატორის ერთ-ერთი გამოშვებიდან იცით, რომ ეკა კახიანი ახალ სიმღერაზე მუშაობდა. ოღონდ არა მომღერლის ამპლუაში. მის სიმღერას მისი ქალიშვილი, თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარული ნინი ვადურაშვილი და ასევე თაკო გაჩეჩილაძე ასრულებენ. სიმღერის პრემიერა რადიო ფორტუნაში შედგა. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაცემა სტუმრობს ორ ძალიან ლამაზ გოგონას, ახალგაზრდა მომღერალს, რომელთაც უკვე თავისი ადგილი ქართულ ესტრადაზე დაიმკვიდრეს, მინდა ვთქვა. დღეს იქნება ახალი სიმღერის პრეზენტაცია, ეს დუეტი გახლავთ. ალო. ხო, ნინი ვადურაშვილი ერთ-ერთი და თაკოა გაჩეჩილაძე მეორე. დამელოდი, ოღონდ სახელი და გვარი მითხარი?
ოკიტაშვილი ოსიტაშვილი, კაი, დამელოდი. თაკო პირველი სწავლისა გინდოსა გაბედნიერებას, ესე ფართო მასშტაბურად არ მომწია შენთვის. როგორც უკვე გითხარი, ყველა ვიცოდით, ესე იგი ბედნიერდებოდი, მაგრამ ის დღე როდის დადგებოდა, აღარ ვიცოდით უკვე და არც გავაკეთებ რაღაც ცუც, მაგრამ მაინც უფლება არ გაქვს, თქვა, აი მე შეგეშალოს ან ისე არ გააკეთო. იმიტომ რომ ყველა იტყვის, რომ აი ეს იმისი შვილია, შეხედე, ნახე როგორ იქცევა. პრემიერა ისედაც დგება ხო ფორტუნას ეთერში და ჩავთვალეთ რომ ეს აქტუალური და ქართულ შოუ ბიზნესზე მომუშავე პროექტი ერთადერთი ეს არის ჩვენთან რადიოში და გადავწყვეტეთ რომ ამიტომ ერთადერთი დღე აგვერჩია ხუთშაბათი და ზუსტად გადაცემის მსვლელობისას გაგვეკეთებინა პრემიერა სიმღერისა და შესაბამისად მომყავს ის სტუმარი ვისი სიმღერის პრემიერაც უნდა შედგეს და 1 საათის განმავლობაში ნაზავი მუსიკასთან ვსაუბრობთ ამ ადამიანზე და იმ სიმღერაზე რომელიც ახალია, ხო? ეს არის ესე იგი დედის სიმღერა, ანუ ეკაკახიანის, ტექსტი ეკუთვნის ნიკო გომელაურს, არანჟირების ავტორია თემურ არა, თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაშია ჩაწერილი და გია მაჭარაშვილი. უკაცრავად. დაგვიწერა ეკამ სიმღერა ძალიან ლამაზი ჩემი აზრით და ჩავწერეთ და წერდით ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ ხან ამან გაიკეთა ბრმანაწლავის ოპერაცია. ხან მე რაღაცა ავად გავხდი, ხან სადღაც წავედით და ნუ გაიწევა სადღაც 1-4 თვე მე მგონი. ძალიან კარგი პარტნიორია, მაგრამ ხანდახან ღიზიანდებოდა ხოლმე რაღაცა ითქვა შენიშვნებზე და ისე მეც არ მიყვარს, იმიტომ რომ იქ რო დგახარ ძალიან ნერვიულობ, რო არ გამოგდის, მე ერთ რაღაც შეიძლება ერთ ფრაზაზე გაჩერდე და ჩაიხვიო და ამიტომ ხანდახან ნერვიულობდა, მაგრამ პრინციპში ძალიან კარგი პარტნიორი. ორივე ძალიან კარგი მომღერალია, ან კაი შემსრულებელია და მე ვფიქრობ ეს თვითონ ეს სიმღერაც ძალიან დიდ პოპულარობას მოუტანს ორივეს. კლიპსაც გადავიღებთ და ერთ-ერთ ლამაზ საჩუქრს გავუკეთებთ მთლიანად თბილისს და საერთოდ საქართველოს მოსახლეობას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.